მედიკამენტი თუ ვერ დააკმაყოფილებს იმ დოკუმენტალურ მოთხოვნებს, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოხდება აპრიორში საქართველოს ბაზარზე. ფარმაცევტული ბაზარი მორიგ რეგულაციაზე გადასაწყობად ემზადება. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ბაზარზე ვერ შემოვა და ეროვნული რეჟიმით ვერ დარეგისტრირდება ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც როგორც სუბსტანციაზე, ისე საბოლოო პროდუქტზე GMP სერტიფიკატი არ ექნება. საქართველოს რეგულატორი საბოლოო ფარმაცევტულ პროდუქტზე GMP სერტიფიკატს რამდენიმე წელია ითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს, რომ წარმოებაში გამოყენებულ აქტიურ ნივთიერებებზეც იქნას წარმოდგენილი შესაბამისი სერტიფიკატი, რა მოდელითაც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის შეფასებით ევროპის ბაზარი არ მუშაობს. ილონა კოკიაშვილის განმარტებით აღნიშნულ რეგულაციას შეუძლია მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს ბაზარზე, რადგან ფარმაცევტული პროდუქტები ქვეყანაში ძირითადად სწორედ ეროვნული რეჟიმით რეგისტრირდება. ასოციაციის გათვლებით აღნიშნული მოთხოვნები, რომ ახლა აქტიურ ფაზაში იყოს, მედიკამენტების მინიმუმ 35% ბაზარზე ვერ შემოვა. სულ 3 ქვეყანაში არის სოფლიოში, რომელიც არც ერთი არ არის ევროპული. მსგავსი, იმიტომ რომ იქ პრობლემები, აბსოლუტურად სხვა პრობლემებია, იქ რეგულატორის პრობლემებია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეგულატორს ეგეთი პრობლემები არ აქვს, რომ ხარისხი ვერ გააკონტროლოს და ის საერთაშორისო პრაქტიკა არ დანერგოს, რაც არის ყველა ევროპულ ქვეყანაში. ერთი არის რეგულაცია და როდესაც შენ გინდა ძალიან მაღალი სტანდარტის დანერგვა, აპრიორში ეს არის მისაღები და ეს ძალიან კარგია ხარისხის კონტროლის კუთხით, მაგრამ მეორე არის ისეთი რეგულაცია უნდა დავაწესოთ, რომელიც იქნება აღსრულებადი ჩვენი ბაზრისთვის, ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე და არ უნდა გამოიწვიოს იმპორტდამოკიდებული ბაზრისთვის რაღაც ძალიან დიდი რყევები. ძირითადი ჩვენი ბაზრის მომარაგება მოხდა 2 თვის განმავლობაში იმპორტი ეროვნული რეჟიმით შემოტანილი მედიკამენტების და დაახლოებით ეს რეგულაცია რომ უკვე რომ აქტიურ ფაზაში იყოს, ხო, უკვე აქტიურ ფაზაში, ანუ სრულად რო ფარავდეს, მინიმუმ 35% ხალი პარტიების შემოტანა მაგ რეგულაციით ვერ მოხდებოდა. როგორც ირკვევა ევროპის, ამერიკისა და მათ შორის საქართველოს ფარმაცევტულ წარმოებაში ძირითადად ჩინეთში და ინდოეთში წარმოებული საკმაოდ მაღალი ხარისხის სუბსტანციები გამოიყენება. თუმცა ამ ქვეყნის მწარმოებლებს ევროპული GMP არ გააჩნიათ, რასაც საქართველოს რეგულატორი მოითხოვს. ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან გოგიბერიძის განმარტებით, ქართველი მწარმოებლები უკვე ეძებენ ალტერნატიულ მომწოდებლებს, თუმცა როგორც ვალიდაცია, ისე პროდუქტში ახალი სუბსტანციის გამოყენების პროცესი და მისგან საბოლოო პროდუქტის მიღება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ძირითადად ევროპაც და შეერთებული შტატების, რომ საქართველოს წარმოებების რა თქმა უნდა 80%-ით მარაგდება ჩინეთიდან და ინდოეთიდან სუბსტანციებს გულისხმობ, რომელთაც დიდ ნაწილს რა თქმა უნდა არ გააჩნია ევროპული GMP სუბსტანციის წარმოებებს. ეს რა თქმა უნდა პრობლემას ქმნის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, პრობლემებისთვის, იმპორტიორებისთვის. და გითხრათ, 1 ოქტომბერი არის ჩამკეტი, 1 ოქტომბრის შემდეგ უკვე ყველა ადგილობრივ ბაზარზე ვერ შემოვა მედიკამენტი თუ მას არ აქვს საბოლოო პროდუქტზე და სუბსტანციაზე GMP-ის შესაბამისი სერტიფიკატი. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ხელის შეშლად შეაფასა მთავრობის ეს გადაწყვეტილება თვეების წინ BMG-სთან ინტერვიუში ფარმაცევტული პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიის ავერსის დამფუძნებელმა. რომ ყიდით სხვა ქვეყნებში იმათ აკმაყოფილებს რომ მე მაქვს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს GMP-ის კომიტეტის სერტიფიკატი. და ამ დროს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ შენ თუ რომელიმე ქვეყნის ეროვნული GMP-ის სერტიფიკატი გაქვს, მე ის არ მაკმაყოფილებს და ის დამატებით უნდა შევამოწმო. მოჭარბებული სიმკაცრე, რომლის მიზეზი სავარაუდოდ იყო იმ ადამიანების სურვილი, ვინც ეს მოიფიქრა, რომ ხელი შეეშალათ ადგილობრივი წარმოებისთვის. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ირაკლი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული რეგულაცია უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპული სტანდარტი, თუმცა მას იმედი აქვს, რომ აღნიშნული მოთხოვნები დაიხვეწება და იმისთვის, რომ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი არ წარმოიქმნას, კომპანიები შეძლებენ სხვა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გზით ბაზარზე წამლები შეზღუდვების გარეშე დაარეგისტრირონ. კომპანია შვეიცარიული იყოს, შეიძლება გერმანული იყოს, შეიძლება ფრანგული იყოს, მაგრამ მას შეიძლება
აქტიური სუბსტანცია იყოს ისეთი ქვეყნიდან და ისეთი თქვათ ისეთი წარმოებლიდან, რომელსაც შეიძლება ამ ტიპის სერტიფიკატი არ ქონდეს. ანუ ეს კი არ ნიშნავს, რომ ის რაიმე ცუდია, ის გადის ყველა ხარისხობრივ აბსოლუტურად შემოწმებას, მაგრამ კონკრეტული ტიპის სერტიფიკატი, მაშინ და სხვა ტიპის სერტიფიკატი ქონდეს. რამოდენიმე შემთხვევა ქონდა ჩვენ ბოლო პერიოდში ასოციაციის წევრი კომპანიები, სადაც მსგავსი პრობლემა შეიქმნა, საბედნიეროდ გამონახული იქნა, ანუ თვითონ რეგულაციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყოველგვარი მისი დარღვევის გარეშე, რეგულატორმა გამონახა საშუალება და საშუალება კი არა, გამონახა გზა აი ამ რეგულაციაში, ჩვეულებრივად მოხდა აი ამ სერტიფიკატების მიღება. იმიტომ რომ აქ არის დამატებითი კიდევ პირობები, რომ თუ ვთქვათ არ არის ეს სერტიფიკატი, რა შეიძლება იყოს წარმოქმნილი და ასე შემდეგ, რა სახით იყოს წარმოქმნილი. ამიტომ თუ ეს რეგულაცია დაიხვეწება, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი და ალბათ ამაზე ვიმუშავებთ კიდევ ერთობლივად. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, სამინისტროსთვის წარდგენილი აქვთ წინადადება ევროპული მოდელით იხელმძღვანელონ, თუმცა შეიძლება თუ არა შემსუბუქდეს ეს რეგულაცია, ამაზე საუბარი როგორც ბიზნესი ამბობს, ჯერ არ არის. ის რომ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნას, იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთიდან წამლის იმპორტზეც პრობლემებია, არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტროს და მის ამჟამინდელ ხელმძღვანელს წინამორბედის მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მოუწიოს.